მოგესალმებით, თქვენ უყურებთ და უსმენთ ეკაბერიძის რადიო საათს რადიო მაესტროზე. არასამთავრობოები და მედია ორგანიზაციები საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებს ითხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ვაცნობიერებთ, რა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობას კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ ამ საკითხთან დაკავშირებით 2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს ამორჩეულს, განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს, ანიჭებს პარტიების დაფინანსების მთავარ მაკონტროლებელს საქართველოს კონტროლის პალატას, სერიოზულ საფრთხეებს უქმნის როგორც თითოეულ მოქალაქეს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის მედიას, აუარესებს საარჩევნო გარემოს ქვეყანაში. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას. კამპანიაზე სახელწოდებით ეს შენს გეხება, გადაცემის მეორე ნაწილში ლაშა ტუღუშთან ვისაუბრებთ. მანამდე კი იმყოფებოდა თუ არა მამა იონა აფხაზეთის ტერიტორიაზე ამ შეკითხვაზე პასუხის მიღებას მამუკა არეშიძისგან შევეცდებით. 249-460-ია ჩვენი ტელეფონის ნომერი. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში და დასვათ თქვენი შეკითხვა, გამოთქვა თქვენი მოსაზრება კონკრეტულ თემებზე. მოგესალმებით, ბატონო მამუკა. მადლობ, მე მოგესალმებით, კარგად დავით. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გუშინ სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად გაანთავისუფლეს მამა იონა. შევახსენებ უბრალოდ მაყურებელს და მსმენელს იმას, რომ ქართველი მღვდელმონაზონი იონა საერო სახელით, როგორც არის გავრცელებული მამუკა მაისურაძე, იმყოფებოდა 25 დღის განმავლობაში აფხაზეთის ტერიტორიაზე და ითხოვდნენ მის გამოსასყიდად $100,000. ოფიციალური ინფორმაციით ამ საკითხთან დაკავშირებით ქართველმა სამართალდამცველებმა ჩაატარეს სპეცოპერაცია და გაანთავისუფლეს ეს პიროვნება, თუმცა არსებობს განსხვავებული ვერსიებიც. საინტერესოა თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამ ფაქტთან დაკავშირებით? თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ განსხვავებული ვერსიასთან დაკავშირებით? არაერთი განსხვავებული ვერსია, მაგალითად ის, რომ ის საერთოდ არ იმყოფებოდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაგალითად ის, რომ შესაძლოა ის რუსებს ყავდათ ტყვედ და მათთან შევიდნენ მოლაპარაკებაში ქართველი სამართალდამცველები. მე ვერ გეტყვით ვის ყავდა ის ტყვედ, ჩემთვის მართლა უცნობია, რუს სამხედროებს ყავდათ თუ აფხაზალოვანებს, მაგრამ აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ახლა იქ გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ პროფესორეთ, პრინციპში სპეცოპერაციის გააჩნია რა ფორმას დავარქვათ სპეცოპერაცია, ასეა თუ ისეა. ჩემთვის ნაცნობილია როგორ მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა ზოგიერთი საკითხია, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების ეხება და ვერ გეტყვით, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ ის, რომ ეს ადამიანი ნამდვილად იმყოფებოდა აფხაზეთში და ნამდვილად იყო გამქრალი და არსებობს გარკვეული მიმოწერაც, რომელიც მის ამ წასვლას წინ უძღოდა, რატომაც წავიდა. ვისთან იყო ეს მიმოწერა? ერთ-ერთ ქალბატონთან, რომელიც გალის რაიონში არის, ასე ვთქვა. ხო და ესე იგი იქ ამას იმიტომ გეკითხებით, რომ უბრალოდ ვრცელდებოდა სხვადასხვანაირი ინფორმაცია ასევე მისი ვიზიტის მიზნის შესახებ, საუბარი იყო იმაზე, რომ კათოლიკოს პატრიარქის ვიზიტის მოსამზადებლად იმყოფებოდა. არა, იყო ესეთი რამ, კათოლიკოს პატრიარქს თავის სამსწრებით თავისუფლად შეუძლია თავის ვიზიტის მოსამზადებლად ბევრად უფრო მაღალი რანგის მღვდელმონაზონების გაგზავნათ, რომლებიც პლუს წარმოშობით არიან აფხაზეთიდან და სხვა შორის არ აქვს ზოგიერთ მათგანს არავითარი პრობლემა იქ ჩავიდეს და თავის ავადმყოფი მშობლები მოინახულოს. ხო არის ასეთი მღვდელმთავრები საქართველოში, რომლებიც ისეთი შესაძლებლობა აქვთ ამის ყოველ შემთხვევაში ჩასვლისა. ხა ნუ დაგვავიწყდება, რომ ერთ-ერთი აჯანყებულებიდან, რომელიც მაგალითად აფხაზურ ეკლესიას ირქმევენ თავის თავზე, ერთ-ერთი მათგანი საერთოდ 2000 წელს არის მდლად ნაკურთხები ზუსტად კათოლიკოს პატრიარქის მიერ და არ აქვს სხვა შორის სოხუმის ტერიტორიაზე, არამედ აქ. ასე რომ ეს არ არის ახლა ისეთ პრობლემატური. რაც შეეხება თვითონ მამა იონას იქ ჩასვლას, მე შემიძლია გითხრათ, რომ ორი მიზეზი არსებობს. ერთი არის ოფიციალური, რომელიც ეხება ესე იგი ესეთ გადაღებას კი შემოწმებას რა მდგომარეობაშია იქაური ქართული ტაძრები და მეორე არის არაოფიციალური, რომელიც გულისხმობს ესეთი კონკრეტულ თემას, რომელიც უფრო საყოფაცხოვრებო თემაა, ვიდრე რელიგიური. ეს არის ადამიანი, რომელსაც გააჩნდა რაღაც გარკვეული ტიპის ინფორმაცია და როგორც ირკვევა, მამა იონას უნდა ამ ინფორმაციის მიღება. ყოველ შემთხვევაში ასეთი ვერსიაც არსებობს. ეს არ არის 100%. ასეთ სიტუაციაში 100%-იანი ინფორმაციის მოწოდება ცოტა რთულია მოგესალმებით. ასეა თუ ისეა სპეცოპერაცია, ვერ დავარქვევთ ახლა ის რა ჩატარდა და სპეცოპერაცია ქართულ კინომანები იქნება თუ საერთოდ საზოგადოებას არ მოუდგენია სროლით, ძარბაზნებით და ტანგებით და ამ დივერსიული ოპერაცია. ამ ტყვეობაში ის ნამდვილად იმყოფებოდა, რადგან ერთი მხრივ აფხაზური მხარე, იგივე ბესარიონ აპლია ამბობს, რომ საერთოდ არ იმყოფებოდა ის აფხაზების ხელში და შესაძლოა უშვებენ იმასაც, რომ ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა, ყოველ შემთხვევაში მათ ინფორმაცია ამის შესახებ არ გააჩნიათ.
მეთქი რომ შემიძლია მხოლოდ გითხრათ რომ ეს ღონისძიება ესე დავარქვათ ჩატარდა გალის იყო თუ არა გალის რაიონის ტერიტორიაზე დავარქვათ ასე რომ ის ტყვედ კი არ იყო ის იყო დაკავებული ესე ვთქვათ დროებით მაგრამ წარმომავლობას და ეროვნებას ამ დამკავებლებისა ნუ მომთხოვთ გასაგებია ეგ მესმის და რა მოხდა შემდეგ და შემდეგ ის რომ თავდაცვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა მართლა გარკვეული ღონისძიება ვერ ვიტყვით რომ უყურადღებოთ მიადოვა ეს ფაქტი ნამდვილად შოთა უტიაშვილის განცხადება რომელიც იყო უაღრესად ესე მოქნილი ამ თვალსაზრისით და ესეთი საჭირო რაც იყო ის იყო ნათქვამი ასე იყო ოღონდ მე შემიძლია ცოტა უფრო გავხსნა ბრჭყილები და გითხრათ რომ ესე იგი მართლა დააყენა ქართულმა მხარებს საკითხი გალის შეხვედრაზე იმის თაობაზე რომ ესე იგი ეს ფაქტი ნამდვილად მოხდა და ნამდვილად მოხდა და ადამიანი იმყოფება კონკრეტული ადამიანი აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზები მაშინ შორს დაიჭირეს მაგრამ ჩაინიშნეს და შემდეგში გაგრძელდა ესე იგი მუშაობა ეთყობა მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნამდვილად ჩაატარა გარკვეული ტიპის ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ყავს ადამიანები რომელსაც გავლენა აქვს ამ ასე ვთქვათ რეგიონში ჯერ კიდე ალბათ და რომლებიც ასე ვთქვათ ცოტა ხნის წინ ჰქონდათ გარკვეული დავა ხელისუფლებასთან და ვერ ვიტყოდი რომ ხელისუფლების მომხრეები იყვნენ დღეს მდგომარეობა შეიცვალა და ეთყობა არიან აი ეს ამ ადამიანების მეშვეობით მოხდა მეუფე ისე უკაცრავად მამა იონას იქიდან გამოყვანა მიზეზის შესახებ რა იცი დაკავების ანუ თანხის მოთხოვნა იყო მართლა მხოლოდ მიზეზი თუ იქნება ეს იყო სპეციალური პროვოკაცია არა თანხის მოთხოვნა იყო მიზეზი ანუ ეს მარტივი და კონკრეტული მიზეზი იყო და თქვენი ინფორმაციით ეს ადამიანი შეიტყუეს აფხაზეთის ტერიტორიაზე თუ შეიტყუეს ეხლა ამის რთულია იმიტომ რომ ეს გამოძიების თემა მაგრამ როგორც ჩემი ვარაუდია შეტყუებულია აი ამ წერილის მეშვეობით რომელზეც მე თქვენ გითხარით რაც შეეხება ბატონო მამუკა თვითონ იონას პიროვნებას რომელსაც სამოქალაქო სახელი აქვს მამუკა მაისურაძე საუბარია იმაზე რომ ეს არის პიროვნება რომელიც ერისკაცობაში 2009 წელს რუსულმა მხარემ გამოაძევა რუსეთიდან ის დადანაშაულებული იყო ჯაშუშობაში როგორც უკრაინის ქართველი მოქალაქე თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ საინტერესო ამ პიროვნების შესახებ მე ვერაფერს ვერ გეტყვით ამ პიროვნების შესახებ მე ჩემთვის უცნობი იყო საერთოდ პიროვნების არსებობა ვიდრე არ მოხდა ეს ფაქტი აქვს სხვა რამეს აქვს მნიშვნელობა აქ ძალიან ისეთი შენდობლივი ეს ფაქტი და ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ასეთი ფაქტები უამრავი ხდება, უმეტესად ეს ამ ადამიანთან დაკავშირებული ფაქტი გახმოვანდა. ის რომ ქართულ მხარეს აქვს საშუალება იმისა, რომ რაღაცა გარკვეული ნაბიჯები გადადგას აფხაზეთის ტერიტორიაზეც კი. აი განსაკუთრებით ეს არის აღმაშფოთებელია საერთო მოქმედობის ფონზე. ესე იგი შეუძლია თურმე დარაკეთებდეს სპეციალურად, იმიტომ რომ სხვანაირად მე ვერ ავხსნი. და მე ვიცი ნამდვილად რეალურად ვიცი ვინ ჩაატარა ეს ღონისძიება და როგორ მოხდა ეს ყველაფერი მაგრამ არ ვთვლი საჭიროდ რომ ტელეკრანიდან ვილაპარაკო ამის თაობაზე თვითონ იმ ადამიანებს დისკომფორტი არ შეუქმნა ვინც ეს გააკეთა გამოხსნას გულისხმობ და ისე მინდა გითხრათ რომ ესე იგი საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად აქვს საშუალება იმისა რომ აფხაზურ ენასთან აფხაზურ მხარესთან უფრო მეტი ესე ვთქვათ მიდგომები დაალაგოს საშუალება ამისი არის მაგრამ ნუ თქვენ ხედავთ რომ მიმართულებით მკვდარია მოქმედება და ეს არის ყველაზე ცუდი. ანუ პოლიტიკურ მიზეზს თქვენ არ უკავშირებთ ნამდვილად ამ გატაცებას, რადგანაც იგივე ბესარიონაკლი ამბობს რომ შესაძლოა ის იყო ძალიან შეგნებული პროვოკაცია იმისთვის რომ მხარეებს შორის რაღაცნაირად კიდევ დაძაბონ ურთიერთობა. არა, ასეთი ვითარებით სამწუხაროდ პოლიტიკური ვითარება არ იძაბება. ასეთი ფაქტებით, იმიტომ ასეთი ფაქტები არაერთი იყო და აფხაზები დღემდე ითხოვენ კონკრეტული სოფლის გამგებლის გადმოცემას, რომელიც მათი ინფორმაციით ქართულ მხარეს აქვს დატყვევებული. ქართულ მხარე ამას უარყოფს. რაც შეეხება თვითონ ქართველების გატაცების შესახებ, თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია გარდა ამ ფაქტისა, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ? როგორ არის, რასაკვირველი არის რამოდენიმე ფაქტი, ახლა სტუმრად ყოფილი ადამიანები კალში სხვა ადგილიდანაც მოხდა ასეთი რამ და არიან რანდის ციხეში რამოდენიმე მათგან 9 კაცია თუ არ ვცდები. და საზღვის დარღვევის ფორმულირებით და ზოგადად სხვადასხვა ასეთი ფორმულირებები. და თქვენ ფიქრობთ რომ ამ ადამიანებთან მიმართებაშიც ქართულ სამართალდამცველებს შეუძლიათ ღონისძიებების გატარება და ისინი ამას შეგნებულად არ აკეთებენ? არა. ეს მე არ მithქვამს, მე ვიგულისხმებ პოლიტიკური ვითარების მოწესრიგების პროცესის ხელშეწყობა. ეს შეუძლიათ არ აკეთებენ. რაც შეეხება ამ ადამიანებთან დაკავშირებით, ვერ გეტყვით რომ მუშაობა არ მიმდინარეობს. ტყუილი იქნება ეს ამავე როგორც ცხინვალში ისე სოხუმში, მუშაობა არის გარკვეულწილად, მაგრამ რამდენად ეფექტური ეს მეორე საკითხია. ეს მაინც შეეხებოდა სასულიერო პირს. დაკიდან გამომდინარე, ეთყობა ძალისხმევა მეტი იყო და აფხაზური მხარემაც, ასე ვთქვათ, თვალი დახუჭა ზოგიერთ ფაქტზე. ამასაც აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ რო არ დაეხუჭა ესე იულად ვერ გამოიყვანდნენ იმას იქიდან.
და არ უშვებთ იმის შესაძლებლობას, რომ ეს თავიდან ბოლომდე შეიძლება მართლაც ყოფილიყო დაგეგმილი იმისთვის, რომ გარკვეული სახის პიარი გაეკეთებინა ამ ხელისუფლებას, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად აკეთებს აქცენტს აფხაზეთთან დაკავშირებით იგივე პრეზიდენტის საახალწლო მილოცვას გავიხსენებ, რომელიც ამბობს, რომ მომავალ ახალ წელს ჩვენ შევხვდებით სოხუმში. ხომ არ უკავშირდება ეს რაღაც საერთო პიარი? და თუ ვერ შევხვდებით, ყოველ ახალ წელს უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ მომავალ ახალ წელს შევხვედროდეთ სოხუმში. ასეთი იყო მისი საახალწლო მილოცვის ერთი პასაჟი. კითხვა მდგომარეობს შემდეგში, ხომ არ არის აქედან გამომდინარე, ანუ იმ აქცენტიდან გამომდინარე, რასაც ხელისუფლება აკეთებს აფხაზეთთან მიმართებაში ბოლო პერიოდის მანძილზე, საჩვენებელი კამპანია იმისთვის, რომ მოსახლეობამ დაინახოს, რომ ხელისუფლებას აქვს უნარი მას ძალუც აფხაზეთის ტერიტორიაზე გარკვეული ქმედებების თუნდაც დაკავებული პიროვნების გამოხსნა. პიარიდან გამომდინარე და პიარის დიდოსტატები არიან, ხო, მეზღვაურების გამოხსნილი მეზღვაურებთან დაკავშირებული ამბები გაიხსენეთ, როგორ იყო ეს პიარის თვალსაზრისით მოწოდებული საზოგადოების, ამ შემთხვევაში ასეთი მაღალმაღალი ატეხილი არ ყოფილა, ხო? იმიტომ რომ ატეხილი იყო, მაშინ ბევრი კითხვა გაჩნდებოდა უფრო მეტი ხლა ვიდრე თქვენ მისვამთ და ამ კითხვაზე პასუხს ბუნებრივი ვერ გასცემდით. მაგრამ მე ამას ვიმეორებ სხვა რამეს, რასაც ახლა თქვენ თქვით, რომ აი ეჩვენებინათ მოსახლეობის რობას შეუძლია აფხაზეთის ტერიტორიაზე, პირველ რიგში ჩაატაროს სპეცოპერაციაზე, მოსახლეობას უჩნდება შეკითხვა მაშინ, ხო საზოგადოებას, არ მიყვარს ეს სიტყვა მოსახლეობა. საზოგადოებას უჩნდება შეკითხვა, თუ შენ ესეთი მაგარი ხარ და ატარებ იმ ტერიტორიაზე სპეცოპერაციას, მოდი რა, ასე ვთქვათ, არა მხოლოდ ძალოვანი სპეცოპერაცია, არამედ ჰუმანიტარული სპეცოპერაცია ჩაატარე, პოლიტიკური სპეცოპერაცია ჩაატარე. ეს კითხვები ჩნდება და პასუხები არ არის. გასაგებია, მინდა აუცილებლად შევეხოთ ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში შექმნილ ვითარებასაც ბრჭყალებში პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ბროცევი აცხადებს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, რომ მან აღკვეთა ანტიკონსტიტუციური გადატრიალების მცდელობა. თქვენ რა სიტყვით იმ ვითარებაზე, რაც არის დღეს შექმნილი ცხინვალში? როგორ აღწერთ ამას პოლიტიკურად? პოლიტიკური თვალსაზრისით ეს არის, ასე ვთქვათ, მორიგი ავანტიურა, რომელიც მოუწყო კოკოიტმა ზუსტად ბროცევს. პრინციპში ეს რაც გააკეთა ბროცევმა ეს ბრძანება რო გასცა იმის რომ ესე იგი შეჭრილი იყო სპეციალური დანიშნულების რაზმი ჯოიოვას ოფისში. ეს არის კლასიკური მაგალითი პოლიტიკური უთვინებისა. ესე იგი პოლიტიკური გვამი და ჯოიოვა ასეთი იყო სამწუხაროდ ბოლო დღეებში 10-მდე აქცია ფიგურად ისე და ფიგურანტი გახადა. და ეს რამდენად ჩემთვის გახდა ცნობილი, ეს არის კოკოიტის ესე ვთქვათ მოწყობილი ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბროცევი, რომელსაც ვერ იტანს დასანახავად, აი ეს ნაბიჯი გადაედგა. და მიაღწია რას უნდა იმ შედეგს მიაღწია. როგორც ყოველთვის კოკოიტს აქვს ამის უნარი, რომ აი ამ რეგიონში რასაც უნდა იმ შედეგს მიაღწია. მიაღწია შედეგი შემდეგი, რომ გამოვიდა რა ჯიოევას ოპოზიციის ლიდერის ოფისში სპეცოპერაცია ჩატარდა პრემიერის ბრძანებით, რომელიც არ არის სამხრეთ ოსეთის მოქალაქე საერთოდ და რომელიც არის ეროვნებით რუსი. ანუ ესე იგი რუსებმა ჩაუტარეს სპეცოპერაცია ოსურ საზოგადოებას. ესე გაიშიფრა. ეს არის ყველაფერი კოკოიტის დადგმული. საბოლოო ჯამში მიიღეს შედეგი ის, რომ არავის აღარ ახსოვდა საწყალი ჯიოვი, უცებ გაახსენდა სულ და ნატყმა მთელი ამბავი. ხა ჯიოვემ უკვე თვითონ შეშინებულმა უარი თქვა, რომ არ უცემივარ თუ არ ჩაუწყიათ კონდახი თავში, ანუ დროს უამრავი თვითმხილველია მაგისი, როგორ ჩაარტყეს კონდახი თავში და საერთოდ ძალიან მძიმე სიტუაცია შეიქმნა ამის გამო. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეხლა მდგომარეობა ცხინვალში არის უაღრესად რთული, მართალია ქუჩაში არავინ არ დგას, მაგრამ უაღრესად რთულია იმ თვალსაზრისით, რომ ესე იგი ცხინვალის საზოგადოებისთვის კიდე დამატებით მიუღებელნი გახდნენ. არა მხოლოდ რუსები, როგორც ასეთი ზოგადად, არამედ კონკრეტული რუსი ბროცევი, რუსული პოლიტიკა ამ რეგიონში. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ რუსეთი რეალურად ვერ აკონტროლებს დღეს ცხინვალის ტერიტორიაზე? რუსეთი აკონტროლებს სიტუაციას, ეს აღიზიანებს ზუსტად მაგრამ თუ მათი კონტროლის მიღმა შესაძლებელია, რომ კოკოიტმა მოაწყოს ის, რაც მოხდა ბოლო დღეების მანძილზე. კოკოიტი არის სხვა ტიპის. ეს როგორ ნიშნავს კონტროლს? საქმე იმაშია, რომ კონტროლიც არის და კონტროლი. კონტროლი არ ნიშნავს მკაცრ ვერტიკალს, როდესაც ყველაფერი ჭანჭიკი არ გადაბრუნდება და გამლაგებელს ვერ დანიშნავ თუ არ შეატაკოს. ანუ გულისხმობ ინფორმაციის ცოდნას, ანუ იმის ცოდნას, რა საშუალებაა. ინფორმაცია მიდის, მაგრამ თვითონ კრემლში არის. კრემლის გარშემო ადამიანების ერთი ჯგუფი. ეს ადამიანების ჯგუფი შედგება სპეცსამსახურების თანამშრომლებისაგან, კონკრეტული სუსახელი დაგვარებით. ეს არის პრემიერის იმის რა ქვია, აპარატის თანამშრომელი, ეს არის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე ვინოკუროვი, ყველაზე მაღალი ფიგურა. მისი თანამშრომელი გასრუმიანოვი, ასევე ძალიან მაღალი ფიგურა. ეს არის კონკრეტული პიროვნება, რეგიონალური განვითარების სამინისტროს მინისტრის მოადგილე პანოვი. აი ეს 4 კაცი, ეს 4 უწყებისა და 4 წარმომადგენელი, სფეროს წარმომადგენელი, სხედან იმ ოქროს ძარღვზე,
რომელსაც ქვია დაფინანსება მოსკოვისთან ჩამოსული დაფინანსება ცხინვალისთვის და იმპულს ჭამეს დაახლოებით 70% იმ 1 მილიარდი დოლარისა, რომელიც გადმორიცხა თავის დროზე მოსკოვმა ცხინვალში. ამ ხალხს მიაქვს იმ ტიპის ინფორმაცია ზემოთ როგორც აწყობთ. აქედან გამომდინარე ინფორმაციის აი კონტროლს აი ეს მექანიზმი არსებობს მართალია, მაგრამ რამდენად დახვეწილია და რამდენად საღია. ანუ კორუფცია აჩლუნგებს ასე ვთქვათ. კი, აჩლუნგებს ხო, დასაკვირველია. კი, აჩლუნგებს და ესე იგი ისეთ ფონს ქმნის, როგორც ჭირდებათ აი ამ 4 უწყების წარმომადგენლებს. კარგით, მაშინ თქვენი აზრით გამომდინარე აქედან, რასაც თქვენ ახლა საუბრობთ, როგორ შეიძლება რუსეთი ამ ვითარებაში ჩაერიოს, როგორ ფიქრობთ? რუსეთი ჩართულია ამ ვითარებაში თავიდან ბოლომდე თავის ბაზის თანამშრომლებიანად. ეხლა მე ვფიქრობ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის 25 დეკემბრის უკაცრავად 25 მარტის არჩევნებმა ჩაეროს სხვანაირ ფორმატში. ანუ როგორ მოულოდნელობა არ მოხდეს, ისეთი როგორც ჯიოევას შემთხვევაში მოხდა. მაგრამ იქ არის კიდევ საზოგადოებაც ადგილობრივი, რომელსაც აქვს თავისი ამიტომ შეფუთავენ მოტივაციები. ამიტომ თავის წარმომადგენელს ჯერ რეზერვს შექმნიან. ეხლა არის მედოვევი, ხო? თავარის, მაგრამ მედოვევის გარდა არის სხვაც, კიდევ რომელიც შეფუთულია ჯერჯერობით და არ ჩანს. რომელიც ოპოზიციის კანდიდატად შეიძლება აღიქვა საზოგადოება. ანუ ვინ ჩაანაცვლებს ჯიოევას? ვინ ჩაანაცვლებს ჯიოევას? ასეთი კანდიდატი უკვე გამოჩნდა რამოდენიმე, ერთ-ერთი მათგანი, ეხლა ნუ ისეთი უფრო ყინჩად არის. ჯერ არ მინდა ეს დავასახელო, იმიტომ რომ ესე იგი ასე ვთქვათ ჯერჯერობით ჩუმად. მე და თქვენ ვიცოდეთ, მარტო ქართულ საზოგადოებამ უნდა იცოდეს ბუნებრივია, მაგრამ არ უნდა გაჟღერდეს ის, რომ ჩვენ ვიცით იმის თაობაზე, რას აპირებენ. აი ეს კანდიდატი შეიფუთება ისე როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი, ასე რომ რეზერვი იქნება მედოვევისა და საზოგადოება დარწმუნებული იქნება ამ კანდიდატის გუშინდელი დღიდან გამომდინარე, მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, ეს არის ის კაცი, ვინც ჯოევას შეანაცვლებს და მეტი შანსი აქვს. მაგრამ სინამდვილეში ეს იქნება კრემლთან მოლაპარაკებული ადამიანი. მაგრამ თუ გამომდინარე იმ პროცესებიდან, რაც ხდებოდა ბოლო დღეების მანძილზე, ანუ ფაქტია ის, რომ უმაღლესი ხელისუფლება რუსეთის ბოლომდე ვერ ფლობს სიტუაციას. თუნდაც ამის მიზეზი, თუნდაც ეს იყოს კორუფციის მიზეზით. არ ფიქრობთ იმასაც, რომ 25 მარტს მიუხედავად მცდელობისა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, მაინც შეიძლება მოხდეს რაიმე მოულოდნელი. შეიძლება ასაკვირველია, იმიტომ რომ ეხლა მიიღეს კლუბში გადაწყვეტილება, როგორც დღეს გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ ჯიოევას დაუშვან არჩევნებს, რომ ჩააცმა რომ ნებათა ღელვა. ეთქვა მაგაზე გაურიდენ ჯიოევას და მაგით ოიძახს არ უცემივართ. ხო, მაგრამ ასაკვირველია მოულოდნელობა შეიძლება იყოს. რატომ შეიძლება იყოს? დღეს მართალია ცდილობენ დაალაგონ ისე, როგორც მე გიამბეთ. მაგრამ მიუხედავად ამისა, რადგან მანკიერია თვითონ დაალაგების პროცესი და რადგან ფული არის დომინანტური და არა რუსეთის სახელმწიფოს ინტერესები, აქედან გამომდინარე, ასაკვირველია მოულოდნელობა შეიძლება იყოს. მთავარი არის ქართული მხარე უხეშად არ ჩაერიოს ამ მოვლენებში ერთი და მეორე ის რომ ოსური საზოგადოება როგორც იყო ესეთი ტიპის კონსოლიდაცია მოახდინოს კიდევ ერთხელ. აი ეს თუ მოხდა ძალიან კარგი იქნება, მაგრამ მე ვიცი რომ ცდილობენ რომ ოსური საზოგადოება დაყონ ახლა რამოდენიმე კანდიდატის ესე ვთქვათ მიხედვით. ვინ ცდილობს ამას? რუსეთი. თქვენ ბრძანეთ რომ კარგი იქნება თუ არ ჩაერევა უხეშად ქართული მხარე. დღეს რა როლი აქვს? თუ აქვს საერთოდ რაიმე როლი ამ პროცესებში ქართულ მხარეს? დღეს არაფერი განსაკუთრებული როლი არ აქვს, მაგრამ ცდილობები ქონდა რამდენადაც არის ჩემთვის, ესე იგი, ნუ მოვლენების განვითარების ლოგიკიდან გამომდინარეა, ახალგორელებს თქვენ გახსოვთ, ერთ არჩევნებზე ერთის ჯგუფურად ერთის მისცეს კანდიდატურა, საკეთ კანდიდატურას დაუჭირეს მხარი პირველ ტურში, მე გაქანდეს უყოლან ჯიოევას დაუჭირე მხარი. ესე იგი ეს სურათი გვაფიქრებინებს, რომ ეს ხალხის ეს მასა იმართება კონკრეტული ადგილიდან და რომელიც ასე თუ დაიძულებს ამ 500 აღმოჩენილია თუ 600 არ ვიცი, ხან ერთს მისცენ, ხან მეორეს. რაც ხდებოდა გალში თავის დროზე თუ გახსოვთ. უხეშად ჩარევა რა შეიძლება იყოს? უხეშად ჩარევა შეიძლება იყოს. შეიძლება ეს მოხდეს. მე მაგალითად სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ ერთ-ერთ კანდიდატს ფული, თქვათ, არარუსული წყაროებიდან გაუჩნდა. მართალია ეს პირველ ტურში დამარცხდა, მაგრამ მაინც და უხეშად ჩარევა ზუსტად იმას ნიშნავს, როდესაც შენ არ იცი მოვლენათა განვითარების ლოგიკა ზუსტად და აკეთებ არასწორ ფსონს ჩამოდიხარ. რაც მოხდა აი ამ არჩევნების პირველ ტურში. ყველაფერს ვერ მოყვები. თუმცა ყოველთვის შეიძლება არსებობდეს ანუ ოპტიმალური, უფრო უკეთესი სცენარი და უფრო უარესი. საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. რა შეიძლება იყოს საუკეთესო სცენარი? და რა შეიძლება იყოს ყველაზე უარესი სცენარი? ყველაზე საუკეთესო სცენარი არის ისეთი ადამიანის მოსვლა ხელისუფლებაში ცხინვალის, რომელთანაც ლაპარაკი შეიძლება და არა მხოლოდ ოფიციალურ დონეზე, არაოფიციალურ დონეზე. კავკასიაში პირველი რამწდება ხოლმე არაოფიციალურ დონეზე. არის ასეთი სავარაუდო კანდიდატი, თქვათ, თქვენი აზრით, გვარს არ გთხოვთ რა თქმა უნდა, მაგრამ თუ არის იქ ასეთი პიროვნება? გასაგრული არის.
არის ასეთი კანდიდატი იმ ოპოზიციურ სპექტრში, რომელიც ახლა გამოჩნდა, არის ასეთი კანდიდატი, ასეთი ადამიანი. მაგრამ უბედურება ის არის, რომ სამწუხაროდ ყველა ესეთი ჯერჯერობით ვინც ჩანს, ყველა ესეთი ადამიანია, რომელიც არის ბუნებით მშიშარა. აქედან გამომდინარე ხელფეხშებორკილი იქნება. ადამიანი, რომელსაც შეუძლია უფრო ხმამაღლა ლაპარაკი და უფრო ვაჟკაცურად გქონდა, თავის პოზიციაზე ჯერჯერობით არ ჩანს, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ გამოჩნდება, არის ამის მონაცემებიც, რომ გამოჩნდება ასეთი. მაგრამ თავარი იქ კი არ არის ცხინვალში ვინ მოვა პრეზიდენტი, თავარია თბილისში რა მოხდება. იმიტომ რომ ასე ვთქვათ, რამდენად დიდი იქნება და მაღალი პოლიტიკური პირველი პოლიტიკური ნება იმისა, რომ სიტუაციის ვითარება დაალაგდეს თბილისსა და ცხინვალს შორის და მეორე რამდენად კომპეტენტური ხალხი იქნება ჩართული ამ საქმეში. კომპეტენციის ხარისხი არის მაღალ დონეზე სამსახურო დეფიციტური. დაბალ დონეზე არა. ვინც არიან ისინი ალბათ უკვე არიან ჩართულები ამ პროცესებში. არ არიან ჩართულები. ვინც საჭირო ის ხალხი არ არის მთლიანად ჩართული. რამოდენიმე ადამიანი, რომელიც კომპეტენტურია, ჩართულია, მაგრამ არის რამოდენიმე ადამიანი, რომელიც არაკომპეტენტური, ისინიც არიან ჩართული და შედეგიც არის შესაბამისად დაჭრილი და უხეში. კარგით, რაც შეეხება ყველაზე ნეგატიურ სცენარს საქართველოსთვის, რა შეიძლება მოხდეს, აი ყველაზე უარესი გამომდინარე არჩევნებიდან, რომელიც 25-ში. ყველაზე უარესი შეიძლება მოხდარიყო წინა არჩევნებისა დეკემბერ-იანვარში, ნოემბერ-დეკემბერში, როცა კოკოვითი გეგმავდა სახალხო მღელვარების იმიტაციით, ესე იგი, ყველაფერი გააკეთებინა, მას უნდა ყველაფერი გააკეთებინა, იმისთვის გავლენები შეენარჩუნებინა. და გეგმაში შედიოდა ასეთი რამ, რომ მას უნდა გადმოეტანა საბრძოლო მოქმედება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. ანუ მოხდარიყო ცხინვალის შეტაკება და მე გამოგწეული იყვნენ ისინი აქეთ. ეს ამას აპირებდა. ნუ არ დაჭირდა, თორე გააკეთებდა. აი ყველაზე უარესი ეს არის ზუსტად, რომ მოსალოდნელია კიდევ ეს სცენარი. იცი როგორ არის გააჩნია, როგორ გამეთარდება. ეს თემა კოკოის დღის წესრიგიდან არ მოუხსნია, როგორც რამდენადაც მე ვიცი ჯერჯერობით. ის არ დაუშვებს იმას, რომ გავლენები დაკარგოს ცხინვალში. ეს მისთვის არის სიკვდილის ტოლფასი. ამიტომ ყველაფერს გააკეთებს და ყველაფერში შედის ეს სცენარიც. და რა შემთხვევაში შეიძლება ასე განვითარდეს? ანუ რა ფაქტორებზეა დამოკიდებული აი ესეთი განვითარება ნეგატიური? თუ დაინახა, რომ მისი ყურმოჭრილი ყრმა მედოევი ვერ გადის პრეზიდენტების კანდიდატად. აი მაგ შემთხვევაში შეიძლება ეს გააკეთოს. და რა შემთხვევაში, ანუ ეს რეაქცია უნდა ქონდეს საზოგადოებას ადგილობრივ, ხომ ასეა? ხო, რაშია საქმე? პროვოცირება როგორ უნდა მოხდეს ამას? არა, ძალიან მარტივია რა, პროვოცირება უნდა, მაგას ახლა საკმარისია განაწყენებული საზოგადოების მცირე ნაწილი გამოვიდეს და ამ მცირე ნაწილის სახელით სხვა ჯგუფი გამოჩნდა შეერაღებული, რომელიც ეს გაუხსნეს იქაურ ომონზე და გამოიქცევა მე საქართველოს ტერიტორიაზე და ეგ არის. და რამდენად არის ეს რუსეთის ინტერესებში? არ არის რუსეთის ინტერესებში, ნამდვილად არ იყო. იანვარ გულისხმობ დეკემბრის ნოემბრის დროს არ იყო ეს რუსეთის ინტერესებში და რუსეთი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო და პირიქით ცდილობდა, რომ აი კოკოიძე გავლენა მოეხდინა, რომ ეს არ გაეკეთებინა. ძალიან დიდი მადლობა. მამუკა არიშიძე იყო ჩვენი სტუმარი, გადაცემაში რეკლამის დროა 249-460-ია ჩვენი ტელეფონის ნომერი, რეკლამის შემდეგ ლაშა ტუღუშთან ერთად დავბრუნდებით. თქვენ უყურებთ და უსმენთ ეკაბერდის რადიოსაც, ლაშა ტუღუშია ჩვენი სტუმარი, 249-460-ია ჩვენი ტელეფონის ნომერი, ბატონო ლაშა მოგესალმებით. გამარჯობთ. არასამთავრობოებმა და მედია ორგანიზაციებმა დაიწყეს კამპანია, რომელსაც ქვია ეს შენს გეხება. და რომელიც ეხება თავის მხრივ იმ საარჩევნო კანონმდებლობას, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა დეკემბრის განმავლობაში. უფრო კონკრეტულად თუ შეიძლება ამ კამპანიის შესახებ. მისი მიზნების, მისი მონაწილეების, ინფორმების, რაფორმებითაც თქვენ აპირებთ მოთხოვთ ხელისუფლებას საარჩევნო ცვლილებები უკვე ახალი. მიზანი არის მარტივი. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს კანონი არის ცუდი, ეს კანონი არის დრაკონული, ეს კანონი არის საშიში, სახიფათო სამოქალაქო საზოგადოებისთვის, თითოეული მოქალაქისთვის, პარტიებისთვის, მედიისთვის, ყველასთვის, ну, მე არ ვიცი, ხა სხვა პლანეტიდან ჩამოსულისთვის ალბათ არ არის. დანარჩენი ყველასთვის არის საშიში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს კანონი უნდა შეიცვალოს. ამისათვის არის რამდენიმე მოქმედება დაგეგმილი ერთ-ერთი იყო დღეს. პირველ რიგში ძალიან დიდი ბოდიში გაწყვეტინებთ, ანუ თქვენ ისაუბრეთ საფრთხეებზე, რომელსაც ეს ქმნის მედიისთვის, არასამთავრობოებისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის. მოდით უფრო კონკრეტულად ამ საფრთხეების შესახებ. რადგან მოქალაქეებისთვის თქვენ შეცვლას კანონის შესაბამისად აქედან უნდა გამომდინარეობდეს. მოქალაქეებისთვის საფრთხეზე იმდენჯერ ითქვა, არ ვიცი, კიდევ ერთხელ ვთქვათ, არის არაადეკვატური პასუხისმგებლობა გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი, მაგალითად რომ რაღაც სოფელში, სადაც თაში კანდიდატმა ან პარტიის წარმომადგენელმა რომ გაუწიოს გარკვეული დახმარება, შეთავაზოს დახმარება, ან რა ვიცი ხა ამაზე იყო საუბარი, რაც რა თქმა უნდა
შედეგიანი შეიძლება გახდეს თქვა მიცეს 1 კილო შაქარი ან დაპირდეს მართველი პარტიის გუნდის წარმომადგენელმა სახურავი ასე თქვა შეუკეთოს ან წყალი გაიყვანოს ხო რა რომელიც ხო და თუ ეს მიიღებს ადამიანს ეს შეიძლება ბუნებრივად მიიღოს იმიტომ რომ მთელი დღე ტელევიზიით საუბარია როგორ მიდიან და ეხმარებიან ხო ხან კომპიუტერი მიაქვთ რომელიღაც ოჯახში რომელსაც უჭირს ხან სახურავს უკეთებენ ხან გზა გაყავთ ხან წყალი გაყავთ და გარკვეულ სიტუაციაში ნორმალურად ითვლება რაღაც სიტუაციაში ეს არ ითვლება ნორმალურად მეტიც ნორმალურად არ ითვლება კი არა ამისათვის დაიჯება კანონის მიხედვით ის ადამიანი რომელიც მიიღებს ეგრეთ წოდებულ საჩუქარს ახლა მე ვკითხულობ ძალიან მარტივი შეკითხვა მაქვს ეს არის ადეკვატური მაშინ როდესაც ესეთი პრაქტიკა არსებობს კი ბატონო თვითონ უაკეთებენ ამას თუ ამას დეპუტატობის კანდიდატი აკეთებს ან მერი აკეთებს იყენებს მდგომარეობის გასაგებია მაგრამ რიგითი ადამიანი მოქალაქე რომელიც გაუბედურებულია მშიერია მწყურვალია რომელმაც არ იცის ეს ნორმების კითხვა კარგად და სხვა შორის იურისტებიც ხანდახან დაობენ ეს ამას ნიშნავს თუ არ ნიშნავს და ჩვენ გიჟები ხომ არა ვართ ასე ხო არ გავიგებთ ალბათ ხო უსმენთ ხო არა გიჟები ვართ არა ვართ და აი ასეთი დონის ჟელობა მიდის და რომელიღაცა სოფელში რაღაც თაში უნდა ადამიანი ესეთ წიაღსვლებში იყოს იურიდიულში გარკვეული და მიხვდეს რომ აქ რაღაცა ის არის თუ როგორ ხედავენ ამიტომ ვამბობთ რომ მოქალაქისთვის ასეთი ტიპის ხიფათი არსებობს რომელიც ძალიან რეალურია იმიტომ თუ დაჭირდათ გამოიყენებენ იურიდიული პირებისთვის მსგავსი ჩანაწერები არსებობს როდესაც შეიძლება პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირებულ პირად აღიარონ რომელიღაც იურიდიული პირი არასამთავრობოსთან დაკავშირებით უკვე არასამთავრობო რა თქმა უნდა დაიწყეს ვიღაც რა თურმე მე ძალიან საოცარი მოვისმინე კომენტარი რომ სადღაც თურმე თქმულა სადღაც რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციის კავშირი რომელიც ამ ორგანიზაციას რაღაცა კავშირი ქონია სხვა არასამთავრობო და იმის გამო ვიღაცებს ამოწმეხა ეს რას ნიშნავს ხა ჭორი სადღაც ვიღაცამ თქვა რა საცხოვროთ ეს სახელმწიფოა ეს რა კანონია ესეთი კანონები იძლევა სწორედ საშუალებას ესეთი ინტერპრეტაციები აკეთოს თანამდებობის პირმა არასამთავრობოს პრობლემა შეიძლება შეექმნას ნებისმიერ ბიზნესს შეიძლება პრობლემა შეექმნას ხა ბიზნესია მეორე მხრივ მედიაც ხო აქედან გამომდინარე მასაც შეიძლება შეექმნას გაუგებარია გამოხატოს საკუთარი ესე იგი ყველგან შეიძლება მედიის წარმომადგენელმა საკუთარი პოზიცია გამოხატოს მათ შორის არჩევნების დროს ამერიკაშიც ბრიტანეთშიც გერმანიაშიც ახლა მე შეიძლება არ მომწონს რაღაცა ან მომწონს მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მიუვარდეს ახლა კონტროლის პალატა და დაუყადაღოს იმ მედია საშუალებას ასე თქვათ ანგარიში ხო ამიტომ ვამბობთ რომ სხვა შორის ერთი ლარი რო იყოს არასწორად დახარჯული ამის გამო შეიძლება მილიონიანი ქონებას დაგეყადავ ესეც არაადეკვატური ყადაღის თემაც არაადეკვატურია კიდევ უამრავი თემა არა იმდენად არიხსნება პროცესის მიმდინარეობის განმავლობაში ვიდრე არ დათავაზება ნუ იქ სასამართლო საერთოდ არსებობს არ არსებობს ვერ გაიგებ ამ პროცესში იცით რა იმდენად აი გუწველად გეუბნებით მე თვითონაც გარკვეულწილად ვიყავ მიწვეული და გარკვეულწილად იმიტომ ვამბობ რომ ჩვენ მედიის პრობლემებზე პრობლემებთან დაკავშირებით მონაწილეობით ამ პროცესში სადაც არასამთავრობოები პარლამენტში მსჯელობდნენ იმდენად აბსოლუტურად გაუგებარი იყო ჩემთვის და თან მე კიდევ ერთი ამოცანა მქონდა იქ ეს მედია და მედიაზეც არაფერი არ გამოვიდა სამწუხაროდ კარგი იმდენად აბსურდული იყო რომ ნუ გამიჭირდა მართალი გითხრა დაჯერება რომ ნუ ხა დაუჯერებელი იყო და იმდენად სწრაფად იცვლებოდა რაღაცები ესეთი არაადეკვატური ტემპით ყოველ წუთას რაღაც ახალი შემოდიოდა რომ ნუ აბსურდის თეატრს გავდა ეს შეხვედრები ამიტომაც გახდა დღეს უფრო ნათელი იცით როდესაც მას შემდეგ რაც კანონმდებლობა უკვე მიიღება აი ეგ არის ისეთ პრობლემა რომ როდესაც იმ ჯიხურების ამბავი მახსენდება რომ იღებდნენ ერთ ჯიხურს ორ ჯიხურს სულ ლაპარაკობდით აი პრობლემაა და არ ჯერათ იმიტომ იმდენად დაუჯერებელი არსად არ ხდება რომ ეხა ეცეს ჯიხურს და აიღოს ხო ეგეთი რამე რომ არ ჯერათ
მათ შორის არც უცხოელებს, არც ნორმალურ ადამიანს ხო აფიქროს ეგეთი რაღაც შეიძლება. ეხლა ამ კანონს რო წაიკითხავ, შეიძლება არ დაიჯერო, იმიტომ რომ შეუძლებელია. როგორ შეიძლება ეხლა პირველი რეაქცია ესეთია, როგორ შეიძლება ესეთი რაღაცები იდოს კანონში. ან მე არ მესმის ადამიანის რეაქცია ხო როცა აბსურდი წერია, რეაქცია ესეთია, რომ ან მე არ მესმის, ეს ალბათ ძალიან რთული საკითხია იურიდიული და ეთყობა მე ვერ ხვდები. ეხლა ის ვისაც არაფერს არ ჯერა, ის ყველაფერზე შავზეც და თეთრზეც შავიაო იძახის, მაგრამ მართლა იმდენად უცნაურია და რაც მეტად ერკვევით ამ კანონმდებლობაში, მით უფრო ხვდებით, რომ რამდენად შეშინებული, აი ფარდ შიშისგან დაწერილი არაადეკვატური კანონმდებლობა. თუმცა ბატონოშა ხელისუფლება თავის მხრივ არ მალავს იმას, რომ ეს უკავშირდება ყველაფერი კონკრეტული პიროვნების შემოსვლას პოლიტიკაში და ისინი ამბობენ, რომ არ უნდა დაიხარჯოს არათანაბარი ფინანსები, ანუ ვიღაცას არ უნდა ჰქონდეს ფინანსური უპირატესობა. ფაქტია ის, რომ პოლიტიკური ნებიდან გამომდინარეობს აღნიშნული კანონმდებლობა. მაშინ რას ეყრდნობა ეს კამპანია, ანუ ეს შენს გეხება, რის საფუძველზე ფიქრობთ, რომ შეაცვლევინებთ კანონებს? იცით რა არის, პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთი რამ, რომ ჩვენ რეაქციას კი არ ვახდენდეთ და ძალიან ხშირად ვაკეთებთ ამას. ვიღაცა აფუჭებს, მე ჩვენ გმირულად გვინდა რომ დავძლიოთ ის პრობლემები, რომელიც აი ამის შედეგად მივიღეთ, ხო? ჩვენ ეს ასე ვთქვათ მიდგომები უნდა შევცვალოთ რა. თუ ამას ვერ მოვახერხებთ და სკეპტიკურად შეიძლება ვიყოთ განწყობილ აზრი არა აქვს, მაინც ვერ მოერევი რაღაცა, ყოველთვის ესე იქნება. ვიღაცა გააფუჭებს, მე ჩვენ ყველაზე მეტი რასაც შეძლოთ ვილაპარაკებთ. თუმცა არასამთავრობოები იყვნენ. ჩვენ სხვანაირად უნდა მოვიდეთ. ხო, ჩვენ სხვანაირად მაგაშია საქმე, რომ მაგის თაობაზეც გეტყვით ერთო სიტყვას. ჩვენ ეს მიდგომა უნდა შევცვალოთ. კი არ უნდა დაველოდოთ, სანამ ვიღაც დაანგრევს, დააქცევს, გააფუჭებს და მერე ვეკვეთოთ მათ და დავიწყოთ რაღაცა. ხო, ჩვენ თვითონ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა, რა საზოგადოება გვინდა, როგორი არჩევნები გვინდა. სხვა შორის ეს ეხება ყველას, მედიასაც ეხება, არასამთავრობოებსაც ეხება და მათ შორის პირველ რიგში პარტიებს ეხებათ რა. და მათ რო უყურებ ხშირად, ხო, მე მგონია რომ ნუ აი მართლა მიკვის რა, ეხლა ზოგიერთმა პარტიამ უაღრესად პოზიტივი ეგეთიც იყო, ხა არ არის ეხლა იქით ჩვენ სხვა თემაზე ვართ, მაგრამ ისე შეფასდა ეს კანონმდებლობა, ნუ გეგონება რაღაც ამერიკული, ან გერმანული კანონმდებლობა იყო, აი ეს გაუგებარი აბსურდული საშიში, ამ სიტყვას მინდა ხაზი გავუსვა კანონები. ამიტომ ჩვენ უნდა მოვუბრუნდეთ რა. მოვუბრუნდეთ და თქვათ, რომ აი რა გვინდა ჩვენ საზოგადოება, ჩვენ ქვეყანას რა ჭირდება? ჩვენ ქვეყანას ჭირდება ნორმალური არჩევნები და ნორმალურ არჩევნებს ჭირდება ნორმალური, არა დრაკონული, სახიფათო, დამსჯელი, დამაქცევარი კანონები, არა ნორმალური, დემოკრატიული კანონმდებლობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დავიწყოთ ეს მოძრაობა. რა გამოგვივა, ამას გვაჩვენებს დღევანდელი დღე და ხვალინდელი დღე. ფორმები რა იქნება? ფორმები იქნება ისეთი, როგორიც შეიძლება იყოს არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედების ფორმებიდან გამომდინარე. ეს არის პეტიციები, ეს არის აქციები და დაგეგმილია გარკვეული აქცია სხვათა შორის ხუთშაბათს და არა ოთხშაბათს რამდენად მე ვიცი. ასევე საკანონმდებლო ინიციატივები, ოღონდ ისე არა რომ შეიტანო და მე წამოწვე და დაელოდო როდის სადღაც ეს რა ქვია დადო თავი ბარიშზე და დაელოდო როდის ვიღაცებმა აქტიურობა არის საჭირო საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრები აქტიური თანამშრომლობა და მუშაობა მედიასთან საზოგადოებასთან რაც შეიძლება მეტი მომხრე ყავდეს იმისათვის რომ შენი შანსი გაიზარდოს. ეხლა რაც შეეხება ფორმატს თქვენ ბრძანეთ რომ იყო ეხლა ისეთი ფორმატი თუ დარჩა მოლაპარაკებებს როცა არსებობს ნაწილი არასამთავრობოების, რომელიც მართლა დამოუკიდებლები არიან, ისინი იბრძვიან, აკონტროლებენ, ცდილობენ აკონტროლონ ხელისუფლების ნაბიჯები, კრიტიკულები არიან, კარგი გაგებით კრიტიკულები. კონსტრუქციულები არიან, ეს ამი კრიტიკა იმას არ გულისხმობს, რომ მაინდა მარტო უნდა თქვა აკრიტიკოან და ზოგიერთისთვის კრიტიკა არის ლანძღვაგინება. კრიტიკა ამ შემთხვევაში გულისხმობს იმას, რომ ეუბნები რა არ ვარგა, მაგრამ იმავე დროს ეუბნები რა უნდა გაკეთდეს, რომ უკეთესი გარემო მივიღოთ საარჩევნო. აი ესეთი არასამთავრობოები არსებობს, მაგრამ ამ შეხვედრებზე არიან არასამთავრობოები, რომელსაც ესეთი პოზიცია აქვს და ისეთები, რომლებიც პირდაპირ უკავიათ ხელისუფლების პოზიციას. ხა ეს ფორმატი არ არის მისაღები ჩემთვის მაგალითად. მე ვთვლი რომ იმათ კი ბატონო დაждენ და როგორც ერთი სახეა, ხო ის არასამთავრობო, რომელიც იზიარებს ბოლომდე ხელისუფლების პოზიციას, ჩემთვის ის გაუგებარი ის რა არასამთავრობო. ის არის ნაწილი იმ ხელისუფლების, უბრალოდ ამას ქვია გონგო.
გონგოელს უძახიან ამათ, ანუ სამთავრობო, არასამთავრობოები კი ბატონო, ერთად იყვნენ კარგად და რაც უნდათ აკეთონ, მაგრამ ეს ფორმატი აუცილებლად შესაძლებელია, ვის აქვს ეს მოთხოვნა, ვინ იზიარებს ამ პოზიციებს, ისინი უნდა შევიდნენ დიალოგში, დისკუსიაში, იმათთან დიალოგში, არასამთავრობო პირველი უნდა შეიცვალოს, ჩემი აზრით, სხვა ფორმატი უნდა არსებობდეს, მეორე იქიდან გამომდინარე რომ თვლი რომ მეტი ნდობა იყოს ვიდრე იყო რეალურად საჭირო ჩემი აზრით მათ შორის ჩვენი მხრიდანაც როგორ ჩანს თამაშის წესები რომელიც იქნა შემოთავაზებული და რა იყო იცით თამაშის წესი რომ უცბად იცვლება ღამე ახალი იცხვება რაზეც შეთანხმდებით ის შეთანხმება ირღვევა ასეთი წესით მათთან ლაპარაკი არ უნდა მივიღოთ ესე თქვათ სტანდარტი ლაპარაკი ჩვენთვის პროცესი მაგალითად მე სულ ვამბობ რომ უნდა ველაპარაკოთ ვიღაცას ვინც იხებს გადა მაგალითად უნდა მივიდეთ პარლამენტში და უნდა დავждეთ მაგიდასთან იმისათვის რომ გვაქვს მიზანი რომ მივიღოთ კარგი კანონი მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ ამას იმიტომ ვაკეთებთ რომ პროცესის მონაწილეები გვინდა ვიყოთ პროცესი თუ იმისთვის არის რომ მხოლოდ პროცესისთვის იყოს ეს არ ვარგა თუ პროცესი იმისთვის არის რომ ჩვენ ორიენტირებულები ვართ შედეგზე ეს არის სწორი მიდგომა ამიტომაც ვამბობ რომ უნდა იყოს მკაფიო პოზიცია უნდა იცოდეს შენ რა გინდა ჩვენი პრობლემა იცით რა იყო მე რასაც ვაკვირდებოდი რომ ერთ ორგანიზაციას მათ შორის კარგ ორგანიზაციას ერთს ერთი აზრი ქონდა მეორე ვერ მიყვებოდა ამაზე მეორე ამბობდა რომ არა ესე კი არა ესე ჯობია მესამე ესე ჯობია ჩამოყალიბებული ეხლა ეს საზოგადოებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ეხლა იშრომა ამ ხალხმა აი საარასამთავროებმა და ჩვენ მედია ვეხმარებით იმიტომ რომ ჯერ ერთი ჩვენ ცხადია გვინდა რომ იყოს წესიერი არჩევნები ქვეყანაში მეორე ჩვენს გვეხება ეს პირდაპირ მათ შორის ეს კანონმდებლობა მაგრამ ამ შემთხვევაში ექსპერტიზა არის აი ამ ორგანიზაციას მათ იშრომეს კარგად იშრომეს და რამდენადაც მე ვიცი მაგიდაზე დადეს ძალიან საინტერესო პროექტები ანუ ზუსტად არის ცნობილი მიზანი რა არის ამ კამპანიისა რა თქმა უნდა ისინი შეთანხმდნენ თქვენ და არასამთავრობოები რომ აი ნამდვილად ეხლა არის ის კანონმდებლობა ეს არის ის რაც დაიდება ამ კვირაში და აი ეს კანონ პროექტები ჩემი ინფორმაციით იქნება შეტანილი პარლამენტში ეს იქნება ერთიანი საერთო პოზიცია გამომდინარე საიდან თუ როგორი უნდა იყოს ცვლილებები რეალურად აი ამ კანონმდებლობაში იმისათვის რომ ეს საფრთხეები ხო უნდა მოიხსნას ჯერ ესეთ მეორე მნიშვნელოვანწილად გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო. თუმცა მე კიდევ ერთს გეტყვით, რომ ეს არ იქნება საკმარისი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი დარჩა ამ კანონმდებლობისა, როგორც არის მედია და არჩევნების თემა. ეს თემა ამ ასე ვთქვათ პარლამენტმა ტრიბუნიდან თქვა მისი ხელმძღვანელების პირით, რომ ეს საკითხი ამ საკითხის გარშემო ვერ შედგა შეთანხმება, მე მონაწილეობდი და დავინახე რომ არ გამოდიოდა ამ შემთხვევაში გაითვალისწინეს ის შენიშვნა რომ მოდი ღია დავტოვოთ ეს თემა და გადავიტანოთ საგაზაფხულო სესიაზე ხო ველოდებით მათ თქვეს ეს სიტყვა ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიციები და აქვე ვიტყვი რომ აი ეს რაზედაც ეხლა არის ატეხილი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თუ ეს არ გაკეთდა არასერიოზული იქნება ლაპარაკი წესიერ არჩევნებზე ეს არ გაკეთდა აი ეს ორგანიზაცია ვინც ხართ ახლა ერთად იტყვით რომ არ შედგა არჩევნები იცით რა ჩვენ არ ვიცი ხა მე სვის მაგივრად მე ამაზე ჩვენ ვართ შეთანხმებული რაზე იცი რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ სწორი მიდგომები ჩაედოს კანონში ჯერ დასკვნებამდე ეს თუ არ გაკეთდა რა იქნება აქამდე ნუ რა თქმა უნდა ჩემთვის პირადად თუ მედია გარემო არ გაუმჯობესდა თუ საარჩევნო გარემო ამ თვალსაზრისით კანონმდებლობისთვის არ გაუმჯობესდა თუ ადმინისტრაციული რესურსი არ შეიზღუდა თუ რაღაც ასეთ შემდეგ და ასე შემდეგ ეს არ გაკეთდა რა თქმა უნდა ჩემთვის რა ძალიან სამწუხაროდ სხვა შორის მე არ ვისურვი ესეთი ზუგებით ეს იმას ნიშნავს რომ არჩევნები არ არის სამართლიანი, არჩევნები არ არის პატიოსანი და ჩვენ გვინდა პატიოსანი არჩევნები, სამართლიანია და სუფთა არჩევნები, იმიტომ რომ ჩვენ სხვა შანსი, ქვეყანას სხვა შანსი არ აქვს. თუ ჩვენ ამას წელს ვერ შევძლებთ, ეს ძალიან სერიოზული პრობლემების, ასე ვთქვათ, მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ.
კი ანუ ვილაპარაკოთ, ვიბრძოლოთ, ასევე უნდა ვიბრძოლოთ მედიისთვისაც, რომელიც ასეთი არ უნდა იყოს. ეხლა მე რასაც უყურებ პროპაგანდა ბრეჟნევის ხანის დღეს ტელევიზიებზე. ეს არის საერთოდ აბსოლუტურად მიუღებელი ჩემთვის რა. და ეს ნაბიჯები გადაიდგმება ამ კვირაში სხვადასხვა ფორმით, პეტიციაზე ხელმოწერით, კანონის შეტანით, მოწოდებებით, ცდელობით დისკუსიების, ცდელობით კონკრეტულ მაგიდასთან გადაწყვეტილებების მიღებისა. აი ეს მინდოდა მეთქვა ამასთან დაკავშირებით. და რაც შეეხება არასამთავრობოებს, რამდენად მნიშვნელოვანია ბატონ ლაშა ასევე მათი პრინციპული პოზიცია იმასთან დაკავშირებით თუ კონკრეტულად რაც ცვლილებას ურთ და ის რომ საზოგადოებამ იცოდეს ეს, ანუ რას შემთხვევაში არასამთავრობოები ჩათვლიან რომ მიზანი მიღწეულია და რა შემთხვევაში არ ჩათვლიან. იცით რა, გეთახმებით. თუ კი კამპანიას არ ქმევ ეს შენს გეხება. ეს ნიშნავს რომ საზოგადოებას იწვევ იყოს აქტიური ამ კამპანიაში. შესაბამისად არის თუ არა ღირსი ეს საზოგადოება რომ ზუსტად იცოდეს რა შემთხვევაში ბრჭყალებში პრავდება არჩევნები და რა შემთხვევაში არა. იცით რა, ერთ-ერთი პრობლემა ჩვენი არასამთავრობოების ზოგიერთ შემთხვევაში მედიების არის ის რომ ხშირად ჩვენ ლაპარაკობთ იმ ენაზე რაც გასაგები არ არის საზოგადოებისათვის. რა არის ამის მიზეზი? რა უნდა უნდოდეს საზოგადოებას? რა არის ამის მიზეზი? ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის მიზეზი არის ის რომ შიგნით არ არის ერთიანობა და ამიტომ იძღაბნება საკითხები რომ ერთმანეთის წინააღმდეგ არ გამოჩნდნენ და ასე შემდეგ. ზოგიერთ შემთხვევაში თვითონ არ არიან ჩამოყალიბებული კარგად, ზოგიერთ შემთხვევაში ერიდებიან ზოგიერთები, ყველაზე არა მაქვს ლაპარაკი რომ პირდაპირ და მკაფიოდ თქვან სათქმელი, იმიტომ რომ უთხრილდებიან პროცესში მონაწილეობს ვიღაცა, ეს მნიშვნელოვანია, დონორისთვის მნიშვნელოვანია, იმისთვის ამის მიზეზები არ ილევა. მაგრამ დღეს არის ის სიტუაცია, როდესაც კაფიოდ ეს არ მე არ ვამბობ რომ ეხლა ვიღაც ის გახდეს რა ქვია კლარა ცეტკინი და ეს რა ქვია ხო ზოა კოსმოდენეს დასახვაზია ამ შემთხვევაში ეს არ არის ისეთი რისკი რომ არ იქ ეხლა თუ მართალს და პირდაპირ იტყვი არ დაგაყენებენ და დაგხრეტენ არ არის ესეთი ვითარება რა მაგრამ საკმაოდ რთული ვითარება ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და გეთახმებით ეკა მნიშვნელოვანია რომ კაფიოდ ითქვას სათქმელი კაფიოდ რომ აი რატომ არის ეს საშიში ამიტომ არ უნდა ამას ზედმეტი რაღაცა იზმებით და ლათინური რაღა ტერმინებით და რაღაცებით დეკარტე და არ სჭირდება ძალიან მარტივი საკითხებია რა ძალიან ნათელი მარტივ და მარტივად უნდა აუხსნათ და დარწმუნებული ვარ რომ საზოგადოება კარგად გრძნობს ხალხი კარგად გრძნობს სად არის მართალი სად არის ტყუილი თუ შენ მართალს ეუბნები თუ შენ აბოლებ იმას ტყუილებით გასაგებია სხვა სიტუაცია მაგრამ ეხლა გააქვს საშუალება რომ ილაპარაკო არსებობს თქვენი ტელევიზია არსებობს გაზეთები ხო და ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ეს ყველა ნებისმიერ საშუალება და პირდაპირ და ღიად უნდა ვილაპარაკოთ საქმე. ძალიან დიდი მადლობა მე პირადად ჩემს გაცემში აუცილებლად დავუთმობ ამ თემას დროს მუდმივად და გავაშუქებ იმას როგორ წავა კამპანია და ასევე რაც თავია როგორ იქნება მისი შედეგი. ლაშა ტუღუში იყო ჩვენი სტუმარი თქვენ უყურებდით ეკაბერდის რადიოსაც 10 საათზე პირდაპირ საუბარი გიორგი ცაგარეიშვილთან იქნება რამდენიმე წუთში კი საინფორმაციო გამოშვება გააგრძელებს მაესტროს ეთერს.